ეკონომიკის სამინისტრომ დღეს ღია კარის დღე გამართა, რომელზეც გიორგი კვირიკაშვილმა დაინტერესებულ მეწარმეებს პროგრამის აწარმოე საქართველოში შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პირობებზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას. საუბარი ტექნიკურ საკითხებსაც შეეხო. პროგრამის აწარმოე საქართველოში მიზანი ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობაა. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია, აქედან სასოფლო სამეურნეო პროდუქცია 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინდუსტრიულზე კი 16 მილიონი ლარი გამოიყოფა. წესის მოცულობა არ უნდა იყოს 150,000 დოლარზე ნაკლები. ეს პროგრამა არის მართლაც უნიკალური შანსი ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის, იმისთვის რომ მათ საკუთარ ასე ვთქვათ გეგმებს ხორცი შეასხან და ჩამოაყალიბონ ახალი საწარმოო ობიექტები, როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო მიმართულებით. ამიტომ ვთვლით, რომ ძალიან საჭირო და პროდუქტიული შეხვედრა იყო. შეკითხვები შეეხებოდა იმ პირობებს, დეტალებს და მეტწილი აქცენტები მოდიოდა საბანკო სექტორთან ურთიერთობაზე და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მათ მიიღონ ყოველდღიურ ამომრჩეველ ინფორმაცია საბანკო სექტორის მხრიდან.